აი, სადაა? გადასაჭერი. Что-то полгода. Че, მაინც ზეც რაოდენობა უნდა შევავსოთ. ჰიდრაულიკა შევავსოთ. ბევრი რაღაცაა შეთიკოლი. ვერ დავუყურე. ეს გადაჭერილია. რეჟიმი აყენია. ზედაბლოკი გადაჭერილია, ორზეწოლის პედაბლოკი გადაჭერილია, ბუმბარა შესმულია, გარეთ ბუმბარა გადაჭერილია. ალკები შეცვლილია, როლავოი აყენია, გადაჭერილია, მონჯოები დაჭერილია, ტრუქები ყველაფერი თავისუფლად დაყენებული. ეს გადაუჭირე? რა. აი ეს რუკა ბოლო. მოშურულია. ხო. ეგენ როგორ გადააყენებოდა? Ready? ეს კადრი მომწონს. არხის გამოწერა, ანუ ბევრი ადამიანი კიდე ისე უყურებს არხს, რომ გამოწერილი არ აქვს. და ვიდეოს დალაიქება და ნუ ზარის ქრომის გააქტიურება, როცა არხს იწებ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეალურად, ამიტომ თუ აი ეს მაუსი გაქვს, ან თითი გაქვს, გამოიწერე. მეტი არ უნდა მაგას არაფერი. ამკარებას მოყავულდი როგორ არ მოყვა ნეიტრალის. არ მოყვა. ნეიტრალის არის. აბა. იმის სტრუქტურების. მე კარტერს ვეძებ ორიგინალია თუ არა და. კარტერს ვეძებ ვერ. არა, გამს. არა, განსხვავებული ხო ვინდა კარტერი? მე ბაბა გამოიღე ორივე ტრუკა და ვიხდები. რა? ვინდა კარტერი? არა, ვინდა რა. არა, კარტერი არ არის ორიგინალი. დაჟეს ერთ-ერთიც არ არის. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა მოძებნო F85-ის კარტერი? F85-ის კარტერი ჩაახტება სულში. აი, მიშევში გოშინი. დაჟე მეცაც გეტყვი. თურმე. შიგრეულო. ო. ყველა 70-ზე, ყველა 80-ს მიდის ერთმანეთზე. ოკეი. 70-ის არ. ხო, ანუ მან პლატის თემაა მარტო რა. ასე შემდეგ რა. ხოლოდ პლატას სიტუაცია დაგჭირდეს. შეგვიძლია რომ ის მექანიკური. ყველაფერი გადააწყო რა მექანიკური მხარე. გარგი ჩიტო. ჩიტი არ არის ბეთოდი. ფინველი არის. კურტუმო აქ. ეს თქვენი 8 HP. აი რო გაიგეს, მე ვიტყვი ეს თქვენი 8 HP. არა, ეს თქვენი 8 HP თავის ადგილზე. მიხარია რომ კარდანი, რაზდატკა, ყველაფერი ეთქვა. ძალიან. დიფაქტო დიზელზეც ეგრე იქნება. ძრავი აქვს ხო? ახლა აქ იმიტომ მიდის ესე პირდაპირ იგივე ძრავზე დგება ზუსტად რა და იქ კალაკოლჩიქს სხვა საყენებ და პოზიცია სხვა გაქვს და ხო, ანუ დიფაქტო ეგრე მარტივად ჩაიგდეს ეს. შეიძლება რაზდატკა წავიდეს. რაზდატკა წავა. მაგრამ ნიფაქტროს სიგრძეში სწორედ დადგება რა, მაგრამ წესით აი კარდანი შეჭამს, აი შახოდიც აქ ეგ წესით აიჭამს. რა გაგას. ეგეც და ის ხოდიც რა. შენც ეგრე ფიქრობ რომ არის გავსყველი არის. არა, შანსი არის. მაკედან არა. მეც. ყოველთა. ხო, ანუ ყველა კუთხე თუ ეს ხო პაპა მაინჩინი ბრო. ზერა, მანქანა რაც ვიქი, საყვარელი მოსა. ო. მე რაღაც ვიქი. ერიკ 7. ხან ერიკ 7 თუ გეოსება 8 აუდი რატო ყავს? ვიშოს საშუალება არ არის. Mazda 3 მაინც იყიდე, ჩემა ერთი. ახლოს არის? Mazda მაინც არის. არ ვიდა. არა, მე გიარო იმას ერიკ 7-ს. ო, არა, არ ყავს ამას, არა. რომელია? ამის ალფა რომეო ყველა აუცეს და აღებულ ჯობია. ცოტა ხანს.
Ოსაფანზე. 32-ს მაინც ჯობი. ეს რა ქვია, Erix რას გავცვლი იმაში პროიზერში. ხო, VTX ყველა სასურველია, VTX 1800-ია. უბაში ერთხელ მაინც უნდა იყოს გაქცეული. ანა. მალე დაასრულე. ანა 9-ერი, ან VTX-ი. ინვესტ სურვილი ექნება, წლი Erix 8-ში. 5-დან 0-ია ძმაო. ხიდში არ ფაქტო $2000 დახარჯული მაგით დედავატირე. 1000-ზე მე ვარ აწეჭერო, არც ხიდს და არც ღერძებს არაფერი არ მოვა. ვიხლოსი ბევრია, просто აღარ იცლება თორე. ხო, ვიხლოსი ძალიან ბევრია, მაგრამ სტოკ ბაჭოქს მოვაყოლებ. ხო, აქ სტოკი ბაჭო. მაგარი მოხიანში დეს. მაშინ გო. გამარჯობა შოტიკო. ქართველი ხელოსანი არ ეყინა. არ ვიცი. ვინ მოაყრია იმის ხელებში? საქმე საკეთ. აცადეთ მე. რა ბრენდია თუ არა წერი? მა. Вообще вчера махал сацай. чихა. იგა. ეს ხიახმარა დავდოთ, მარტო ფიქრი ხوار შო. არა, მთლიანად არის შეჩემო. ახლა ეს. აბა. შენ 70 მაგარ დაგავიწყდა, აი. ესე ამდენი სამ. Конфет. Kad მოვიდა. ხო არა, გამდედა. იო, სავიელი იყო, კაროკინას დაიქცრა. და რაღაც რაოდენობა. სიჩქარეებში გინდა გადატანა რა. პაკეტების შესება გინდა ყველა არის და მოხდეს. მე ვიცი ერთი კაცი. აი კარ დამალული, აი. მოდი აქ აბიჯო, მოდი. მოდი აქ სიჩქარეებზე ის კაცი. სიჩქარეში ჩაგდება გინდა. მე ჩოქდი გამოწიდეს მე. არ შვება. პაპო, ეს ხალას თოი მოცილებული გა? ოკეი. კაი, გამოდი აბა. კითხვა შეჩემო. 5 ლიტრა ჩავასხმა. ო, მიდი. ვიცი, ბეცი გვიყავი. ზე ცალბრუნებ ბოთლებში. პაპო ძაბრიგა. შენ ეხა ეს რა ქვია? ყובה რამდენად სტაბილური გინდა? უკეთესია. არც უდი რო არ იქნებოდა ვიცი, და რამდენი ვერღე არ დაკომპლეტა და. არ დავკირე იმუშავე. არა, ეგრეთ წეგა მომუშავეთ, მაგრამ ზარიათკას იმდესა იღებს, რომ გადისტაბილუროს. მოდი, დამტენი ხوار დავარეთ საკუთრად. ხო? კი. აბა, მე შევტოვლა რა ხო? არა, დამტენი ეს ფორტეიშენი არა. არ შეცვალო. არ შეცვალო. გოგეთე მეგოთე. მაგარია მაგ დაინდრო რო გაზაუბის რომ მე ხანჯერი ლაპარაკო. ხანი არ შეცვალო. არ შეცვალო, მე ამდენ ხაში მინდა რომ 200-300 ვიარო. ეს შოტას პონჩია თუ სტრაფი? თემოზე იყო ხუსლა. აღარ არის. 70 რო იცის კაცმა სადღაც წაიღოს ნივთი. აა შეტყვანთებს? მაგას არა ვშევს 30 პაკეტი გით ჩაკ. ხო. წესით, ალბათ. შენც მოდიმეძე ხარ? დაერთებულია? კი. ზეგან არის. თავის აყენა. ეგ რო ანთო მაშინ არის. შეიძლება შეცდომებში კონდეს დამოხსნა. არა. ჩუქრის მაინც. მომისმინე, წამყვანა. ჩეკეს აკრობთ. მერე დამაკ. რას 1-2-1. 1-2-1. ეს დაერთებულია? რა? კალკულატორი? კი. არა, ეგ არ მიკუცო წერს მაგას. IBS-ია გაფუჭებული? არა, IBS-ი არ არის გაფუჭებული. ის დამტენი მაგდენს ვერ ამოქაჩავს, ვერ ამოათრევს ზევით რა. ფარები გათშული. ის ვერ დავაწექი. ჩაცემედებულია ნაკო. რა ჩიგრაკრო გაჩაცემედე? მენიუში. ეგ არ ვიცი, არ მიცდი არასდროს. ეკონომია. არ
არის შანსი რომ შლეიფი გავწყვიტეთ ჩვენ. არა. მაგის ჩახსნამდე ანთო. აი თურია XH მია ერთ წავშლი რა. ეს კაროკარო დავაერთე. ხო. ოკეი. კაროკარო დავაერთეთ კი არა კაროკარო გამოვაერთე. საჩეზე ძახილის ნიშას რატო გვაძლევს? დიდი შანსია რომ შლეიფი მაი. თუ არა და იქით ახალი შლეიფი გვიდევს რა. კამერა ხეთქუთ. ის ზურო. თეგო. კამერა დაგიყენე. თეგო. ის რო არის ხო ისი კამერას რო გიყენებენ და ამ დროს რაღაც ის რო გახსნი. აი თემი გოგოს ისინი გავაძრო. ამოჭილი მოდრე. თითველი გოგოები, თითველი გოგოები. უ კამერა! როგორ მიდის შოთიკო საქმე? კონფეტით. კითხულობს? კი, წერს. დაჟე წერს? რას იძახითო? ორჯერ ჩაწეროს. ხომ მოგასწრინო მანქანის? შენი? ვიხლობი გააყვანილი? არა, ის არის. გეიტი თორდა ბარდაჩუქში და უკან ქარხული ვიხლობი აყენი. მეტი არა. თაში გატრობული. დოქო? მენე. ვაი, გაინახა. ეს დესვერწეს. ეს პრიმორის გამოვიდეს. მაგას დავაწერე. ეს ხანარი წაკითხვა. XH-ს მე გამოვიდეს. XH-ი? მე გამოვიდეს. რეალი? ეხა დეში გა? ხო, არა, მექანიკა. აბა დეში გა. დეშიც იგივე აქ არწეს პუჩკა. ვიცი რა არის? მეოთხეში ჩავაგდე. რა? მეოთხეში ჩავაგდე და დადის რა. აი დაუშვი. ანუ ხო ეხა კოდირებაზე გადაუშვებ, ეს გადაფლეშა იქნება უშველოს. თუ არა და მე გადაული მე კოდირებები. არა, ეკოდირება არ უშვებს. ვითო? ეგ გააკეთა უკვე. გამაგდარული. რა? გამაგდარული. AVD link home control activated no DSC specified nominal torque. ტრანსმიტერ რა წერია? DSC interface signal invalid. ტრანსმიტერ Transmitter DSC-ა რა, DSC-დან ვერ მოდის, შასის კონტროლი. Perform calibration adjustment of DSC sensor. შეიძლება რომ გაიარო მორჩეს. DSC სენსორის კალიბრაციას ითხოვს რეალურად. და ვაფშე არ არის პრობლემა არ არის, ეხლა მივაერთებ ლეპტოპს და ისეთი გავუკეთებ. აი ხა კიდე რა ეს. ისევ ICM-დან აქვს შეცდომა. drive სისტემში. მეტი არაფერი არ გვაქვს. მოიცა ეხლა ტრანსმისიაში შევა. კაროკაში ჯერ სუფთა, აბა დეში ჩააგდე. კაროკაში ისე სუფთა ვარ. მოიცა შეიძლება შიფტერზე აქვს პრობლემა. არის ყობა ჩირო. არა, არის. ასე მიწეს immobilized bus faults. ხო. კლასტერში AGS-დან გამოსული ინფორმაცია არ მოსწონს და კლასტერში ჩაუვედითებ და მოეწონება. Constant error, gear selector switch, receiver combi. Transmitter AGS. ხო, კაში პრობლემა არ არის არანაირი. ვაფშე არანაირი. ვაფშე არანაირი ლეპტოპი ჩაუძები, ხა ამ ყველაფერს გავასწავლე ხო, თავიდან მომდე. სერვოტრონიკის შეცდომა აღარ აქვს. ეს ჩახსნილი რო ქონდა შეიძლება მაგითო ახსოვდა რა. აი, всё. ანუ გასტარება უზადო. ვიდეოში კი. დისკი არა აქვს? კი, მისახენებელია. და აი DS ინტერფეისი შეგვიძლია გავაკატავოთ, მაგრამ არ წაიკითხავს რა, მირჩევნია მინდა რა კი, სტატი. მაშ გავატარებ და მეწოდი. გავატაროთ რა. კაი, მოდი ეს რა ქვია, პაკიბოკ, შენი გამოსვლა. ჩაუესხენი. დისკების თხარე. დავსვათ. ჯერ კაროკა გვაქვს შესავსები. ეგ იყოს არა უშავს. კაროკა გვაქვს ჯერ შესავსები. ნახე, ლეგის შევსვათ ისე მანქანაში, დაკოქილზე შევავსოთ. ან სიშკარებში გადავატარინოთ, დაკოქილზე შევავსოთ. ეგრესგან შეერთებულია ესე. ნახავ ტემპერატურას ავალებს რა. აი შოთი კარო გადმოვა, შევთოთ ლეგი. გადავდი ვიგებ. ამას მანქანა. გადავა ინტერესი. მე მეუბნებით. დეში ჩორობ შესწავლი ჩქარა. ანუ ყველაფერი ფუნქციონალია, როცა დე არ მოაქვს დისპლეიზე რა. ოკეი, მაგას ძალიან საინტერესოა ჩვენი როინჯი რას იცავს. ხოდა მაჭერ თუ არა.
ხო, დავაჭირო რა გიდედა. ლანჩი იმუშავე? ცერა ცილუოთო, ხო? ეხლა იმ ძალიან შეგვიჩაო. ბოლტი მომზადებული არა აქვს, ხო? ხო, წინაშია და. ბოლტი გაახერში. ბოლტი. იდა ჩაკეტი, ბაბო, ჩაკეტი. ბოლტი სადდეს? ცოტა. იბანაო პოზიცია. ეკავაგეთი ამეზია. ეს რა დავაჭირეო? ბიჭო. გრადუსია, დამიყენებია და ეგ არის. ჩააქრენები. იმას რა ვადავ. ჩააქრენები ეგ არის. ეგეც არის. პაპო არ მოუშვა, პაპო. არა ბიჭო, ამას ვაკეთებ. ვიცი, მივხვდიო. მე კი მივხვდი, შენ ვერ მივხვდი. არა, რომ მივხვდია. პაპო ისმენაგა გასლოში აიწია. ეს შუადოს ვიგზელიო მოხდიო რა. რა შუია? ჩამოსვლა. არა, აღარ მინდა რა. ზეგი უნდა და შიტოქსას ტოვებს და მიდის რა გინდა ეხლა რა. აბა ეხა. შიტო კიდე ფარე. ოდიგა ვიცი შეგვიერთდა რა. ხვალე ვიჩენთ. ძალიან შეიძლება დავე ზვაზრონეთ. მინა მეცინა რა. ავტოუსზე ვახეთ. ხვალე ჩამოვაკეთე. ჯეგი ჩავარდა ცოტას. ჩამოვა და გავაკეთე რა. ევერეთში. რა და დღეს შევა ეს ისე ვა. Tango. Pre-workout flash-აო და pre-workout დაწერა ერთი დაფლეშვა დარჩენილიო და არ ვარ დაწურებული რომ ვაფშე pre-workout-ის დაფლეშვა დაჭირდებოდა მანქანას ამიტომ რა მეყლეობა თუ ჩავწერთ აგი აი ქარი გაშვებული აინახეთ რამდენი პროცენტია გეტყვი ეხლავე ბიჭო ნახე ანუ ნახე თემა რა არის რა მოდი ბარე ახსნი ახლა ამ ყველაფერს რატო ჩალიჩობ და აი ეს ყველაფერი რატო ხდება აქ რა ესე იგი გეხსოვებათ რომ მანქანა რომ გამოვიყვანეთ ანუ კოლოფი დავაყენეთ მანქანა გამოვიყვანეთ ბოქსიდან და ქონდა ძალიან ბევრი შეცდომა მანქანას DSM ეს ყველა მოდულში DSM სისულელებს აგზავნე და ასე შემდეგ ხო და მაშინ მე იმდენად აჟიტირებული ვიყავი ამ კოლოფის გადამკიდე რომ IHP და არიქა და ავაწყეთ და თან ქანები რო არასწორად იჯდა და ბოლოს როგორც იქნა რომ მივაგენით რომ ქარხნულ რასპინოვკაში არასწორად იყო და ინტერნეტში ვიპოვეთ როგორ უნდა ყოფილიყო პინები გადაუნაცვლე და კოლოფი ჩაირთო მოკლედ ანუ DSS დიდად ყურადღება არ მივაქციებ ან მაგ მომენტში და ჩათვალე რომ მოდული იყო დასააპდეიტებელი რა მე პროგრამატორი მაშინ არ მქონდა არც კვება არ მქონდა ანუ არაფერი არ მქონდა ეს სერვისი იდეაში დიაგნოსტიკაზე ადაპტირებული არ იყო და მოწყობილი და გამზადებული იმისთვის რომ ეს პროგრამირება დიაგნოსტიკა გვეკეთებინა და მაშინაც თანამშრომელი არ ყავდა მაგ კუთხით ამიტომ ვთხოვე ფრედის რომ ჩამოგიყვარ მანქანას და იქნება გავაკეთოთ თქო იდეაში ფრედიმ DS-ზე დააპდეიტა მაგრამ დროში აი ძალიან არის გაჭედილი და ჩემი მანქანისთვის კიდე კარგახას ვერ მოიცლი და ამიტომ კაკას თითქმის მაგ პერიოდში უკვე მეც ჩავამივიდა აპარატურა წამოვიყვანე მანქანა და რა უნდა დამეწყო ჩალიჩი და გაკეთება მანქანის აღმოვაჩინე რომ ამ დიაგნოსტიკა დავაერთე და უკვე 7 ანუ დრო გასული იყო რა ყველანაირი ეიფორია აჟიტირება გადასული იყო და რომ დავაერთე აღმოვაჩინე რომ ABS-ის სენსორი იყო წინ
წინავარცხი რა გაწყვეტილი და DSC და მილიონი დებილობა სიგნალი მაგის გამო მოდიოდა. ეგ ABS სენსორი გავაკეთე, DSC-ის შეცდომები ჩამიქრა, მაგრამ დამრჩა ერთი პრობლემა. უბრალოდ ორი პრობლემა მაქვს ახლა კოლოფზე დარჩენილი. ერთი არის, რომ 4 ხევრის ზევით არ წურავს, ანუ ბრუნი 4 ხევრის ზევით საერთოდ არ გადააქვს, მაგრამ სიარული ჩვეულებრივი დადის, გაწურითაც ჩვეულებრივი წურავს, ყველაფერს ჩვეულებრივი აკეთებს. უბრალოდ 4500 ბრუნის ზევით არ გადააქვს, ანუ 4500 ბრუნზე ცვლის სიჩქარეს. და მეორე პრობლემა რაც მაქვს, კომბიში, ანუ პრიბორკა ფიზიკურად 8 HP-სგან წამოსული DS სიგნალს, ანუ ვერ ხვდება საერთოდ და DS-ში ჩააგდებ, ავარიულში აგდებ, შესაბამისად არც EDC ირთვება არაფერი რა. და პრიბორკაზე დიდი კვილანა გვიხატია. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად S70-ში, ანუ ჩვენის კოლოფის დავაყენეთ, პრიბორკა სხვა პრაშივკა აქვს, ანუ 50 მოდელს სხვა პრაშივკა აქვს, ამიტომ ეხლა გადაწყვეტე, რომ 50-ის ფირმვერი ჩამეწერა და როგორც ვატყობ, ეხლა მორჩა ჩაწერას, ჩაიწერა და რა იქნება? ჯერ აზზე არა, ბავშვი, წარმოდგენა არა მაქვს. ეხლა ერთად შევხედავთ რა გამოგვივიდა რა. და ეხლა იდეაში მანქანას დავკავდო DS-ში ჩავაგდებ. წესით და კანონით უნდა მიხვდეს, რომ DS-ია. ნუ პრიბორკა რო გვაქვს, ეგ უკვე კარგია. ეხლა იდეაში, ანუ DS-ში რო ჩავაგდებ. არა, ავარიულშია. მოიცა DS-ა და აი ავარიულში. არა. ანუ 50-ის ფლეშმა არ უშველა. მოდი დავწვდეთ, რომ 50-ის ფლეში ნამდვილად ჩაიწერა და წერია პრიბორკაში. ხო, ჩარჯერზე დაერთებული მანქანა არ უნდა გქოთ ხოლმე. ტაქს, ესე იგი. ეხლა ნახოთ პრიბორკაში რა ხდება. ეს არის ჩვენი მოდულების ჩამონათვალი, რაც ამ ავტომობილზე გვიყენია. აგერ არის კომბი და კი ბატონო 818-ის ფლეში წერია და 2025 წლის. კოლოფში რაღაც დებილობა წერია და უпроსოდ firmware-ს მიწევს რაღაცა სისულელეს და სავარაუდოდ კოლოფის firmware-საც დავააპდეითებ და ვნახავ რა სიზავს რა. შევხედავ ყოველ შემთხვევაში რა გამოგვივა, იმიტომ რომ აქ რაღაცა სისულელე წერია. მოდი ჯერ კოლოფს დავააპდეითებ და მე ვნახოთ რა გამოვა რა. ეგ რა არის და გავუშვით ახლა ჩაწერაზე და რო ჩაწერს მე ვნახოთ რა მოხდება. მე ვნახოთ როგორ დააიდენტიფიცირებს კოლოფს. თუ დააიდენტიფიცირა, მე დავააპდეითებ უკვე რა. ოკეი, დაპროგრამდაო. აბა ახლა გავთიშე და წავიკითხეთ რა გვიწერია. მანქანამ თვითონ რამე თქვა? კი, გოჩვევა DS-ებზე და რაღაცებს. ხო, კარგია. გასწორდა. აი ახლა შეგვიძლია დავააპდეითოთ. იგივე წერს. ბოლო გვიწერია ისედაც. ანუ ახლა ჩვენ რაც შევწერეთ ბოლოა ამისთვის. და ცადე. ეხლა ვიცით, შეცდომებს სავშლი. BMW რაჭკარი ხარ შევუხერო. ეს სერიები თორე G სერიაში მალე შედის. ველოდებით. ისე DC-ების და რაღაცებიც უნდა დავააპდეითო. შეცდომებს რო ყრის მილიონს დებილობა, ახლა ჩამოვყევი და ყველაფერს განუახლებ. ყველაფერს ავშალოთ. ესე იგი, ICM-ის ინტერფეისის პრობლემა არ გვაინტერესებს, control interface არ გვაინტერესებს, immobilizer-ბას fault-ი არ გვაინტერესებს, ეს რუჩკები იწვევს ამ დედაზალს და headlight vertical aim control coil brake-იც არ გვაინტერესებს. წამოვვნახოთ. მოდი ვნახოთ, ვენახი. ჯერ ზადში გადავიდა. რა შეიძლება უნდოდეს? თან დეს გარდა ხედავს ყველაფერს ვაფშე. მან 800-საც არ წერს, ხო? კი, წერს. ოღონდ რომ მიდიხარ მერვეში და მეშვიდეში აბაროტი ეცემა. მაგრამ ამ აპდეითის მერე რამდენია შანსი რომ კოდინგში რამე გავჩითვოდა? მოდი ახლა ჯერ პრიბორკას factory codings გავუკეთებ იქიდან. და მერე უკვე კოდინგში რაღაცეების შეცვლას დავიწყებ. ანუ შეიძლება რამე ოფცია აქამდე არ ქონდა კოდინგში და ეხლა გავჩითვოდა რა. ტაქს, მოდი ახლა ჩვენ გაროკა დავააპდეითეთ, ეხლა დავააპდეითეთ კი არა, დავაენკოდინგეთ, ეხლა პრიბორკა დავაენკოდინგეთ.
კოდირება. ყველას გიშვება რა. არ ვიცი. აბა დავერიეთ კოდირებებში. შენ მაინც აწვევი რომ კომბიში არის ამბავი? არ ვიცი, ეხლა წარმოდგენა აღარ მაქვს. არა, მანამდე იგებ. ხო, ეხლა ვეღარ ხვდები სად არის. ანუ მე ვიცი რომ EGS-დან დებილობა მოდის კომბიში. ხო. ანუ უბრალოდ კომბი ვერ ხვდება, EGS-ი რას ეუბნება. მაგ შეცდომას გვაძლევს. მაგრამ როგორ გავაგებინო რას ეუბნება? ო. ახლა შეცდომები რეები გვაქვს. წავშალოთ. კაი, არც მაინტერესებს რეები გვაქვს, იმდენი რამე აქვს დანახული. FRM software version and coding index do not match. ანუ მაგას იქიდან ვიზავოთ. encoding-ს გავუკეთებ. ჩვენ გვაინტერესებს კიდევ გვაქვს თუ არა ის პრობლემა. გვაქვს. Так, ესე იგი ჩვენ გვინდა ეხლა გვაქვს შეცდომა უკვე კლასტერში უნდა იყოს კომბი სადახარ. და აგე message consistency error gear selector switch receiver combi transmitter EGS. ესეც ხო უნდა დააპდეიტდეს. ჩემი რა ამის? თან წერს და. ხო. ესეც დავაპდეიტებ, მე FRM-ის და ამის კოდირებებსაც ვისავ და მე ნახოთ რას გვეთქვის. ფაქტორი კოდინგმა უშველა. gear selector. იგივე წერს. არ ვიცი, არა, მოიცადე კომბიში ვნახო ჯერ შეცდომა. იგივეს დაწერს სავარაუდოდ. კი. consistency error. gear selector switch receiver combi. ანუ gear selector switch-დან მოდის შეცდომა. ESC და ტრანსმიტერი არის EGS. ნახე, აქედან კარობკაში მიდის დებილობა და კარობკა ეუბნება მე უკვე პრიბორკას. ხო. შეიძლება საერთოდ სხვაგან იყო პრობლემა თავიდანვე. და არა პრიბორკაში. კოდინგი გაიარა, ეხლა წავშალოთ შეცდომები და კიდევ ერთხელ დავყოთ. კოდინგი რას გააკეთე მას? სელექტორს. და თუ ფაქტორი კოდინგმა არ უშველა და არც უნდა უშველოს ლოგიკურად. მე დავიწყებ უკვე სელექტორში ძებნას. ამ ბოლოს გაირკვევა რომ 8HP სელექტორი გვინდა. ანუ აქ არის რაღაც პარამეტრები, просто ამების გარკვევა უნდა. თქმა უნდა. მაგრამ არის შანსი აქედან. სიმონდელოდ არის. ეხა ამის კოდინგ დატა. იცი რა მაინტერესებს? სამის რა ქვია? PSAT-ის კოდინგში რა უწერია. ეხა სთი კოდინგს ამისი რა ქვია, serial number-ის მიხედვით. იდეაში encoding-ი გავუკეთეთ. ფაქტორიზე დააბრუნებო. არა, ანუ ნახე, ეს აკეთებს იდეაში FA-დან რა. მაგრამ vehicle order-ში ხო მაინც 8HP არ წერია, просто 8HP არც იმაში არ წერია, რა ქვია. ანუ არც ამერიკულში არ წერია, ამერიკულში კი არა და PSAT-ში რა. სადაც დგას იქაც არ წერია. ხო, კაი, რა დააპდეიტდა, რა არ დააპდეიტდა, ეხლა ეგ ვნახოთ. FRM-ი დააპდეიტდა და ჩვენი ვინკოდიც უწერია. ამას შეხედე შეჩემ. რამდენი რამე აქვს და სააპდეიტებელი. EDC-ს შეხედე რომელი წლის არის. ჩვენ EDC-ის მორთვის მოდულიც ძალიან ძველია. კაი. თუ ამან არ უშველა. სელექტორი უნდა დავაერთოთ და ვცადოთ. საიდან მოვაღავო ეხლა PSAT-ის სელექტორი. ან one by one თითო value უნდა შეუცვალო და ვტესტო ეგრე კოდირებაში. იმიტომ გაშიფრული არაფერი არ არის რა ვაფშე. 1.50 მაინც იქნება. კაი. მაშინ დღეისთვის დავამთავროთ. ამის მეტი აპდეიტს აქ აზრი არა აქ არაფერს. იდეაში ჯერჯერობით ისევ ჩიხია, ხო? ფარტნამბერი სხვა არის, მაგრამ ფარტნამბერზე მეტად კოდირება მაინტერესებს, რა წერია იქ. ფარტნამბერში არ არის. ფარტნამბერში რო იყოს პრობლემა, ეს აპდეიტს არ გაიკეთებდა. ხო, ფარტნამბერი შეიძლება იმ შუშის გამოაყუროს. ხო, ანუ firmware-მა აპდეიტი გაიკეთა რა და აპდეიტი რადგან გაიკეთა, შესაბამისად კოდირებაში, ხო, შინ იგივეა, კოდირებაში გვაქვს რაღაცა რა. და მაშინ ეგ კოდირებაში ნებისმიერ PSAT-ზე რომ დაიწყე და კი, ეგეც მაწყობს. დაიბექაპო რა. მაწყობს ეგ სად ვიპოვო PSAT-ით, რა კი. კოდირებაში რა ექნება სხვაობა, ეგ მაინტერესებს რა.
აი დღეს მორჩით ძალიან დავიღალე მთელი დღე ამას ვაკეთებ. ამას რა ბადრის მანქანას, მაგრამ მთელი დღე აი ამ სკამზე ვზივარ აქ. აი დღეს დავკათეთ. ეხლა რა ხდება? მოკლედ, ალბათ ნახავდით ჩვენ გუშინდელ საღამოს, ბოლოს უკვე ძალიან დავიღალე და სახლში წავედით. ეხლა უნდა ვნახო კოდირებებში რა მდგომარეობა გვაქვს. მოკლედ დღეს რომ მოვედი და სიჩქარეში ჩავაგდე, ან ნეიტრალებს ვაქალა საერთოდ რა და რამ გამოიწვია ეგ ეფერებმა გამოიწვია თუ კულისამ ვერ მივხვდი რო არ დავმალო, მაგრამ შორტ სირკვიტები აქვს ეფერებს დანახული, ნეტა რატო? რუჩკები ხო არა, მაგრამ მაგას კასი უნდა წერდეს, ეფერები არ უნდა წერდეს. კაი, მოდი ეფერებს ჯერ შეცდომას წაუშლი და ვნახავ რას ისავს. რატო დაინახა? მოკლე წრედი კარებებში. აი მე რა კვერცხობა ვქენი, ეხლა თუ გადავრჩი ძალიან გამიხარდება. კარები ჩააკრო და ათოუცო. ეფერემის კოდირების დროს ზამოგიგავთიშე. იმედია გადარჩა. კი, შევდივარ, ესე იგი გადარჩა. პერიოდულად ისევ იგივე შრება. და ისევ შორტ სირკვიტებს ხედავს კარებებში. აი, მოდი ახლა ჯერ ცოტა ხანი შევისვენოთ. პრაშუკას კიდე შევცვლი იმაში, ეფერემში. რა ეფერემის გამო ახალასწორებს. ესე იგი, ბევრი ჟმოტე თუ ცოტა ჟმოტე, გადავწყვიტე XHP ვიყიდო. ხო და გაგიკვირდება და ვიყიდე. და აი ახლა ჩემი ნაყიდ XHP-ს ჩავწერ მანქანაში და იმედია მიშველის, თორე შეიძლება გამოვშტერდე. ესე იგი, ჩვენი ლიცენზია. ნახოთ, სადოთ ვატაკოთ. აუ გეხოცები ამან უშველოს რა. ანუ იმის შველამია დეში ჩაგდებისას რო შევა, თორე ეს რო არ მიდის და რაღაცებს, ეგ ვიცი როგორც უნდა გავაკეთო. ვა, რაღაცა ყენდება. უბრალოდ ჯერ აბექაფებს, მაგრამ რაღაცის ჩაწერას ცდილობს. იმედიათ ყურად არ გადავიხადევდები ფული და საქმეს გააკეთებს. ოკეი, რაღაცა ჩაიწერა. ნახოთ ახლა რა ჩაიწერა. ოპა, გასწორდა, დეგვიჩანს. აღარა ვარ თავარიულში. ემიც აქტიურებს ედისის ყველაფერს. ძალიან მიხარია. ისე HP-ს საქმეს უშუალო. ვა, ძალიან მიხარია. ანუ პრობლემა რაც ქონდა 8 HP-ს დაყენებასთან დაკავშირებით, წესით მოგვარებულია ერთადერთი დამრჩა ეხა გატესტვა, ლანჩ კონტროლი თუ მუშაობს და სიჩქარეებს თუ წურავს. წავედი. 7000 ბრუნზე პირობითად. აქ უკვე მესამე სითხოს, მესამე 4000-5000 ბრუნზე ითხოვს, ხვდები? შესაბამისად, ანუ ის დაახლოებით 40-ზე მეორეში თუ დგას 4.5 ბრუნზე, ეს უკვე მესამეში მიდის. და შეიძლება მაგიტო გიცვლიდეს რა. ანუ მე სხვა ლოგიკა ვეღარ ვიპოვე მანდ რა. კარგა, აბაროს მკითხულობს მეც. კარგა მით საბაროტე. კი. აბაროზე მით, ამდა აღარ აინტერესებს. აბაროძავიდა რომ დაინახოს 7000-ზე მივიდა, სიტყვაზე გეუბნები რა. ხო? ანუ ნახე, სიჩქარე შეცვლის ბრძანებას. კოლოფი თვითონ წყვეტს თუ ძრავის კომპიაძებს. აბა მაშინ ძრავის კომპის ნასწორებას რა აზრი აქვს? რადგან ძრავის კომპიუტერში ეხა რაღაც ინფორმაცია უჭილა, მიდის ძველ მანქანის მასე იყო რამდენიმეცაც, აბაროტზე ჩერდებოდა რომელიღაც აბაროტს, აი ABS სენსორის როგორ ხედავდა რაღაცა. აი ძველი MS-43-ები მაშობოდა. 3000-ზე 4000-ზე აღარ მიქონდა სიჩქარე აბაროტი რა. მაგას პრობლემა წაუშვილი, ნახო დავუწერდი 8000 აბაროტი და სუტრიალი და რამდენსაც გავუწერდი იმას რა. კაი, ცადოთ. აბაროტის ლიმიტის ისე უნდა 7 და 2 გვინდა რა. და 7 და 2-ს გავუწერდი და ეს. კაი, ცადოთ ჰა. ერთ მაქნას. აუ მითხარი რა კომპიუტერი არ უნდა ამოვიღოთ რა. როგორ უყენია ამას შეხედე რა. აბაროს კოპი. რა კარგი. დაც კაია. მოდი ბარემ მოვყვეთ რას ვაკეთებთ არა? ალბათ აქამდე ნახეთ რაც რა გზაც გამოვიარეთ. ეხლა ვართ ბოლო შტრიხი გვაქვს დარჩენილი, ბოლო შტრიხი არის ის რომ 4.5-ის იქით ბრუნი არ გადააქვს. როცა მიდიხარ, ბოლომდე ჩაჭერეთ რომ მიდიხარ 4.5-ზე მეც არ წურავს. შოთასთან ვართ მოსული და პროგრამულად ვცდილობთ გასწორებას მაგის რო არ წურავს. თუმცა აქამდე პრაქტიკული გამოცდილება რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით არც მე მქონია და არც შოთას და შოთას აქვს თეორია როგორ უნდა გასწორდეს და ვნახოთ შოთას თეორია რამდენად გააბართლებს, იმიტომ რომ უცნაური პროექტია რა. ანუ ყველა ვინც აწყობს ზოგადად მოდი ახლა კიდე აქ ერთ რამეს ავხსნი რა. სოფლიოს მასშტაბით ვინც 8 HP-ს სვაპავს თუ პირობითად ანუ იგივე არქიტექტურაზე არ არის აწყობილი, აი დაუშვათ როცა 8 HP 45 აყენია და 70-ს აყენებ იგივე არქიტექტურა გაქვს თავიდან ბოლომდე იმ კონკრეტულ F სერიაში პირობითად F სერიის კოლოფს როცა
აყენებ, ყველაფერი გასაგებია და ძალიან მარტივია და იქ არაფრის გამართვები არ გიწევს რა, იმიტომ რომ დაჟე შეიძლება პატა აიღო, გადაუტანო და იმუშავებს ყველაფერი 8 HP-ზეა მორგებული მანამდეც და მერეც. ჩვენ შემთხვევაში და სხვა შემთხვევები, სადაც 8 HP-ს აყენებენ, ან ფიზიკურად იღებენ და ისეთ მანქანაზე აყენებენ, რომელზეც 8 HP არ ეყენა. ყველგან იყენებენ ან Cantissius, ანუ PGB-ია კომპიუტერი, რომელიც უკავშირდება კოლობს და მერე გადასცემს რავის კომპიუტერს ინფორმაციას და ქანით მაგით ალაპარაკებს და მაგ შემთხვევაში კი ნასტროექტება კიდევაც მაქედან კომპიუტერი და გაცილებით მარტივია ამ ყველაფრის გათევა უბრალოდ 1000 რაღაც ევრო ღირს და მეორე ვარიანტი არის ტურბოლამიკი, რომელიც standalone-ია საერთოდ და კაროქას ვაფშე თავის ცხოვრებით აცხოვრებს, როგორც გაუხარდება, ეგ უნდა პროსა ინფოს იღებს და დანარჩენს თვითონ შვება ყველაფერს. თვითონ შვება რა, როგორც დანასტროექტებ ისე იზავს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ანუ მთელი მუღამი არის ის, რომ 6 HP-ან მანქანაში ვაყენებთ 8 HP-ს, რომელშიც არასდროს არ მდგარა 8 HP, ყოველ შემთხვევაში ანუ M-ში 8 HP არ მდგარა და გვინდა რომ ვამუშაოთ სტოკი კომპიუტერებით ყველაფერი, ანუ ქარხმულად გვინდა რომ ვამუშაოთ ეგ ყველაფერი ისე რომ შუაში ადაპტერები და გადამყვანები არ დავაყენოთ და მილიონი ევრო არ გადავიხადოთ. ხო და ზუსტად მაგიტო ვეძებთ ეხა იმას, იმ წერტილს, როგორ უნდა მოგვარდეს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ აქამდე ინტერნეტშიც ვერ ვიპოვე ვერაფერი, ვინმეს ეს პრობლემა რეალურად მოეგვარებინოს და ვართ ესე 5 hours late. ხო, ეგ გავლილი გოგა აღარ ვცადოთ. ეგ M6-ზე მე შეგვიძლია ვქნათ. და კიდე ერთი საკითხი, ამ ვიდეოს გარდა X-ის კიდე ერთი ვიდეო დაიდება, ოღონდ მალევე არა. მაგას დრო დაჭირდება, იმიტომ რომ ვიზუალზე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რაც უნდა გაკეთდეს, თან აი როგორ ვიზუალს ვაკეთებ, იცი, ძალიან საკამათოა რა. მოყვარულზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა იმედი მაქვს, რომ კინოპირი დავყოლა. არ მოყვე. თუმცა იმედი მაქვს, რომ რაღაც ისეთ სასწაულს არ ვიზავ, რომ მე თვითონაც არ მომეწონოს. ანუ ეგეთი X-იც ვერ ვიპოვე მსგავსი ვერაფერი ინტერნეტში, ანუ ჩემი მოფიქრებულია თავიდან ბოლომდე ყველაფრის დიზაინი, რასაც ვაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ზედმეტად სიმახინჯი არ გავამივა და ანუ იმ პეწს, ასე ვთქვათ, არ ვიცი, პეწი რამდენად გაიზიტყვა, შეინარჩუნეს, რაც X5M-ს უნდა კონდეს. იმედია, რომ სადმე არ გადავამლაშებ ზედმეტად და ესე დახვეწილი გამოვა. ნახოთ. მაგ ვიდეოს დაელოდეთ, ოღონდ ეგ ვიდეო ალბათ ერთ-ორ თვეში იქნება, ჯერ არ. რამდენზე მაქსიმუმ? რასკი მაქსიმუმ? რამდენზე ცulis? 4-5 სადღაც რა. აიღო რა. ხალასტოი ხო არ არის? ხო, ფიქრობ მაგას. ეგ მეც ვიფიქრე, რომ ანუ ზუსტად იგივე აბოროზე გადააქვს ხალასტოიზე რამდენზეც გაწურვისას. ხო? ხო. აი, შეიძლება ზუსტად. გამიქანთ კეთმა. და გაწურვისას დაჟე მანუალში თვითონ მიცვლის სიჩქარეს. ანუ 4-5-ზე კი არ მიჩერებს მაინც რთავს რა. ეგ მეც ვიფიქრე, რომ შეიძლება მის გამო რა ქვია, ხალასტოის ჭიროს მანდ. ეხლა შეგვიძლია გავიაროთ. ნიჟეკი. პლუს ჩასატოვარდა. იმიტომ რომ შევიდა იმაში. არა. იმეჯდიმ დააგდო, რა. მე დააგდო, ხო. ოკეი. დამშვით ყველაფერი კიდე დააგდო. შვილი შეცდომებს მაგით. აიდე დაუყია. შეცვალა? მე შეცვალა. ხელი გამომიწვა და. არა. მოიცი, გაზგაყმის ეს მაინც და მაინც. ხო. აქამდე რა შევოდა? აქამდეც ეგრე შევიდა. ისი არ მიცდია რავი აბოროტის ატანა პროსტატა. რაღაც სხვა ჩეპეა. ეგეც რა ვიდან არ მოდის. კი ბატონო. კაროქაში XH-ი გიწერია. კაროქაში XH-ი როგორ წერია, როგორც F4 იმის S70. 70 50-ის კაროკა? ხო. და XH-ი რა შეერთე რა დაგიწერა? კაროკაზე 70 თუ XPTM? XPTM. პრობლემას მაგაში. ხო. ახლა ჩვენ უნდა გადაფრეშოთ ეს კაროკა ისე რომ დაინახოს როგორც S70. XH უნდა აღიქვას როგორც ეს მანქანა 70-ად, იმად არა ემად რა. არა ემად. და XH-ი ახლა უნდა ვიყიდოთ? ასე მოვუწევში. აბა ეგ მეთოდი ვიცი ისედაც როგორც უნდა ვქნა. კასში ვინ კოდს შევუცვლი და ახლა ვინ კოდი წერია იმის. ეხლა იმის წერი. ეგ მეთოდი არ მინდოდა. განჩია? ოკეი. ხატავთ დროშას? ოკეი. და რა შევა? 4500 წლის მაინც?
არ მიცდია. დაახატე. აი, კარგა მაგრასწორებს ეს. XHP-ში ნახე ხა ჩემთან რა ხდება ხო? ანუ ნახე ხა XHP-ს განახე ბარემ რაც ხდება. X5M-ია, 8 სპიდი უწერია, S63 B44. აზრი და ხმაში ხელაფონი წამოწევი. რაც არ აქვს აზრი? ეხლა გიწერია stage 0. ხო. ხას მაგის გადახლა შუა როშორის. ხო და ვინ კოდს შევცვლი? და მაპები მექნება. მაინც ერთ შეგეცვლო. რა პონჩი? დავე მაინც 4 ლატრებს, 4 ლატრებს გიმწერები კარგი. რატო? აფერ შეიცვლო. ანუ ხო ვიცით რომ კაროკიდან გაქვს პრობლემა. ხო. კაროკის მაპი რო შეიცვლება. მაინც ხედავს რომ სიჩქარიანი ყენა, მე მგონა ვერ ხედავ რომ სიჩქარიანი. ვინ ვერ ხედავდა? XHP. არა, XHP ხედავს. ყველაფერი არის ხომ. შენ რა სიზახი რომ ანუ stage 3 რო ჩავწერო XHP-ს მაპი, მაინც 4 ნახევარს დაიტოვებს? რატო? ამ თვლელში პრობლემა და მაგიდან. რის ამ თვლელში? კაროკის სიჩქარის ამ თვლელში. ოღონდ აბარო input speed-ი, output speed-ის? ვერ ხდება ეს კომპიუტერი და ის კომპიუტერი სხვა ანუ ამის კაროკა და იმის კომპიუტერი სხვა ბაზრობენ და ამას ანუ ძრავიდან რომ მოდის სხვა 6000 4000 აბაროზე ვარო კაროკა ხდება შევრო 7000-ზე უკვე და უცვლს რა. გაძრება იმის ლოგები პროდულის. კაროკის ლოგი, კაროკა და ლოგოთ? Speed-ს თუ აღიქოს? იცი რა იქ ახლა თუ 1300 აბაროზე ესე იგი რაღაც ოკეი, კი ბატონო. engine speed-ს ვერ ხედავო. Speedy? Speedy კი? ეს დაინახა ხო? ხო ერთ წელს. ხო. 2 3 5 15 20 19 16 17 12 10 ხოვა. აქვს ხოვა? ხო, engine speed-ს ვერ ხედავს. კაროკაში უნდა ხამების წაშლა რა თუ engine speed-ს ვერ ხედავს, მაგ შემთხვევაში აბაროტი რამდენი კონდენს რა რამდენზე დავშიფტო. ეგ ხა. კაროკი და მოდის. თუ ეს ამასე ვინა custom ანუ როგორ ძრავ შევცვალე ხა ეგ რომ შეცვლა მაგის OLS-ი არ გაქვს მაგისი? მაგის უნდა კაცი პლანტაზე იყო ვერბოთ ერთი. კაი, როგორ შეიძლება მოვაბარო ხა ეგ პრობლემა? ჩემი თუ ნოვისწავლო? მეზარება. კაროკიდან პროგრამა წავიდეთ. კაროკის ტეკერი სადა მოდის ზევითად. ყველაზე ზემოთ. კაროკის ტეკერი იქ არის რა კომპიუტერთან. რა გინდა? ქანში ჩაუждეთ? მაგან წავიკითხო კაროკას და იქნება მაგებოთ რა. კი ბატონო, ან XH-ის მაპები რო იყიდო, აქ აუწე მაქსიმუმ RPM-ს, მაგრამ XH-ის ვერსიის მაქსიმუმ RPM-ს. აი, ჩემ მანქანაზეც დრაივში მე მინდა რომ 8000 დამეტრიალოს რა. არ შევ და ისე მაინც 680-ს არც ვერ ვერს. ანუ სწორზე თუ RPM ლიმიტის მაპი აქვს, კაროკას დოხვეთ 200 აქვს რა. 200 რა 250 იქ, მაგრამ კარჩი XH-ი შენ რო სლაიდერს აუწე. შენ ცოტა 150. ხო, 200 რა პირობითად რა. ეს პრობლემა ვშენ ხო ისინი. ამერს რატო ვერ ხედავს? ქანის სხვადასხვა ქანზე ბაზრობენ თო და ვერ შეიძლება. არა, ბიჭო, რავი, ანუ ნახე არქიტექტურა სრულიად იგივე აქვს მანქანას რა. ვაფშე იდენტურია ყველაფერი. ვერ ხედავს. ესეთი პოინტსაც ვერ ხედავს. გავიგე, მაგრამ ჩაოლებრივ X-ზე ხედავს ნეტა? აქ ხანშია პრობლემა იყოს ეს ყველაფერი ესე არ იმუშავებს ერთ შემთხვევაში. ქან ქსელი ან არის ან არ არის. ერთი ორი ქანია, არა? ერთი ქანია კამას. აი, ხალოფშო? ხო. 4 რა? Powertrain ქანია კამას, არა? ხო. PT1, PT2 იმას აქვს უკვე F სერიას. და ამ კაროკასაც ერთი ქანი აქვს რა, ანუ კაროკა, ძრავის, კომპი, ყველაფერი ერთი იგივე არქიტექტურაზე აწყობილი რა, ანუ სხვა თაობიდან სხვა თაობაში არ არის გადასვაპული არაფერი რა. ქანში რამე ინფორმაცია არ მოდიოდეს, არც სიჩქარეს დაგიწევს, არაფერს არ იზავს რა მანქანა. ხო, როცა ესე რა ქვია, გაწურვას არ ვცდილო. არა, მაშინაც საკაიბოდ მუშაობს, როცა მალეწვს. ეს შეცვალე? კარჩე კომპიუტერს კიდე სტატუსები რა. ხო. სიანი რაღაც მესიჯი, რომელსაც ისვრის ხანში, რომ ამას ახლა ამიტომ ვაკეთებ. ხო. ну F-სერებში არის ხა მაშინ. DS-ში ფერი არის. არა, DS-ის თემა არის, კარგის არის. იმენა TC-ში უნდა. EJS. EJS-ში კიდე კოდირებიდან არაფერი არ ხდება ვაფშე. კოდირებიდან მაგას ასწავლები.
მე7 აღარ იცი, მე7. ხო, მე7-ს და მე8-ზე ეგრე შვება. დაჟე მე8-ს არ აძლევს რაღაც დიდი სიჩქარე თუ არ მიდიხარ. მე გაბოროტეს გამო, მე კაროკის გამო. მე კაროკის ასტროიკაში ეგრე უყურე, 1500 აბოროტისებით ეკნება. გაჭირდა მე 6-ს მომიცე, მე7-ს მომიცე. სადაც ეს სადღაც 120 პლუსით რომ მიდიხარ, მე აძლევს 1500 ვაყრა. მაქსიმალურად ვიგეხმარა ჩემი ტუნერი აზრი. რამე 4550 ნახა ყველგარი 120. 7000. არა, ეგეც ხო იცი ის არის, რა ქვია, მეთოდია რა. შენ იცი რა გამოვამი? აჯობს სანდალი. არა. აბა წავა? დიზელის ხო არა ნახლა პორტალები ხა? რა? კაროკაში რამე დიზელის. ამას? არა, დიზელის. დიზელის ხო არისო? არა, X-ის არის, დიზელის კალაკოჩი გვაქვს სხვანაირი. 4 და 4X-დან არის უეჭველი ვიცი. ხო, თავი აქვს არ დადგებოდა. ხო, შანსი არის. მე დიზელი არ ვტოვებს, აი მაგალითად მოიშორო დიზელი, მაგრამ ეს 4500 აბაროდი დამჭა. აი შე კაროკას ნამას მაგინჩა წაკითხა. მე კაროკის ასრეთაში ხელით ჩალიჩი რა. შესაძლებელია სავსები. კაროკა წავიკითხოთ ბენჩზე და OLS-ი გაქვს და მის რა ქვია, დამოსი გაქვს კაროკის? რანაირად იზავ? არავის არ აქვს. აი იყიდებოდა, მაგრამ სად იყიდებოდა არის. კაროკის ტუნერი ცი ვინმე? აბა როგორ იზავ? X-დან დაიწყებ ძებნას? იმის რაცა ხო რა. მოკლედ, მაშინ მოდი ეს ვიდეო აქ დავასრულოთ, იმიტომ რომ როგორც ხვდები, ეს პროცესი კიდე კარგ ხანს გაიწელება. დღეს კარგ ხანს გაწევას არ გულისხმობს, ზოგადად კარგ ხანს გაიწელება. ხო, ბენჩზე რო დავერთდეთ, იქში იმ სტეკერიდან უნდა დავერთდეთ ყველა ვარიანტში და რამდენად უნდა დავაგრძელოთ, რომ ხო, ნუ რაღაცას ვიზავ, წავიკითხავთ რა. ну короче, მოკლედ დიდი ხანი დაჭირდება ამ ყველაფერს და ვიზუალის ვიდეოში იქნება ბარემ დასრულებული ეს მანქანა როგორ ივლის და რას იზავს. მანამდე დროებით. დღეს სამწუხაროდ ამით გებშიდობთ.